ახლა პატივი მივაგოთ უკრაინელი მიწის ქართველ დამცველს, გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა მიმართავს პოლიტიკოსებს, დაასრულონ პოლიტიკური სპეკულაციები. თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ეგრეთ წოდებულ სამძიმრის წერილზე კი კომენტარს არ აკეთებს. ალექსანდრე გრიგოლაშვილი სამშობლოში წუხელ გადმოასვენეს, ოჯახი სამძიმარს ქუთაისში იღებს. ჩვენ აქ საქართველოდან ჩამოვედით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, იმ ხალხის, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ. გვინდა დავეხმაროთ სამშვიდობო ძალებს იმ გამოცდილებით, რომელიც ჩვენ გვაქვს და ჩვენი სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. ეს ალექსანდრე გრიგოლაშვილის უკანასკნელი ინტერვიუა, რომელიც მან უკრაინელ ჟურნალისტებს მიცა. თვლიდა, რომ საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძოდა და ამიტომაც გაწევრიანდა ლუგანსკში მოხალისეთა დანაყოფ აიდარში 4 თვის წინ, სადაც მის გვერდით პოლონელები, ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები, უკრაინელები, ადგილობრივი რუსები და სხვა ქართველებიც იყვნენ. 18 დეკემბერს გამთენიისასის ქალაქ შასციეს მიდამოებში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. მე მას ვიცნობდი, ის იყო შეუდარებელი მებრძოლი, მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, იყო ერახში. წუხარ მისი დაღუპვის გამო ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისია. კიევში სამოქალაქო პანეშვიძე ქართულ ჯარისკაცს უკანასკნელი პატივი ასობით უკრაინელმა მიაგო. დღეს დილით კი მისი ცხედარი თბილისში უკრაინული ავიახაზების კუთვნილი ბოინგით ჩამოასვენეს. საგანგებოდ ჩამოვიდნენ გრიგოლაშვილის თანამებრძოლებიც. აეროპორტში მათ დაღუპულის ოჯახის წევრები, ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დახვდნენ. ჩემი მეუღლის დიდი სურვილი იყო, რომ მონაწილეობა მიიღო ჩვენი საერთო მტერის განადგურებაში და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გმირი სახელი დაეტოვებია ამ ქვეყანაზე. ის არა მარტო ჩემი გმირია, როგორც მეუღლე, არამედ არის მთელი ერის გმირი და ძალიან უბედური ვარ და ძალიან ამაყი, რომ ყავს ასეთი მეუღლე. Хочу выразить сочувствие. თანავუგრძნოფ ალექსანდრეს ოჯახს მინდა მთელი უკრაინის სახელით მადლობა გადაუხადოს საქართველოს მოსახლეობას. მადლობა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ მომენტში გვერდჩიგვით გახართ. Поддержку, которую он оказывает Украине. დაღუპული მებრძოლი მშობლიურ ქუთაისში მშობლების სახლში გადაასვენეს, სადაც 32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილს უკანასკნელ პატივს მიაგებენ. ოჯახი ჯერ დაკრძალვის თარიღს ვერ ასახელებს, თუმცა გარდაცვლილის მამა ყველას ერთი თხოვნით მიმართავს. ჩემი შვილი იყო მებრძოლი და როგორც მებრძოლი ისე არ დაიცვა. ძალიან ვთხოვ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც არ უნდა იყოს, დაანებონ თავი ამ თემაზე უკვე დღეიდან ლაპარაკს. მე არც ტელევიზიას მე ინტერვიუს არ ვიცი. გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი ალექსანდრე გრიგოლაშვილი 32 წლის იყო. 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, მონაწილეობდა სამშვიდობო მისიაშიც. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.